მოგესალმებით მეგობრებო, პარიზიდან მე და კრეკერი კროკო ვიმყოფებით პარიზში და თქვენთან ერთად უნდა დავათვალიეროთ ქალაქი და რაღაც თქმა უნდა შემდეგ წავალთ პარი სენ-ჟერმენის და მონაკოს თამაშზე და ვნახავთ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ლაივში და იმედია სადებიუტო გოლის მომსწრენი გავხდებით. დიდი მადლობა კრეკერი კროკოს, აუცილებლად კრეკერი კროკოს TikTok არხიც გამოიწერეთ, იმიტომ რომ სახალისო ვიდეოები იქაც არის. მაშასე დალაიქეთ ეს ვიდეო და დავიწყეთ პარიზის ტური. Go. მოკლედ გუში ჩამოვედი. ღამის პარიზი რომ ნახე მომიწონა. ეხლა გამოსული ვარ დღის პარიზში, ხო და ამ ქალაქის ნახვამდე ჩემი ფავორიტი ქალაქი იყო ბარსელონა, იმიტომ რომ ბარსელონა იყო ძალიან ლამაზი და რაღაცა მოწესრიგებული და რაღაცა. უნდა ვაღიარო რომ სანამ აქ ჩამოვიდოდი, ჩემი მეგობრებისგან, ვიღაცებისგან ვიცოდი რომ ასე იყო ნათქვამი რომ რაღაცა პარიზი მოუწესრიგებელი და მეგობრებო, ხედავთ სად მოუწესრიგებლობას. ძალიან კაი, ძალიან ლამაზია და ეხლა ვნახოთ თვითონ პარიზის სიღრმეებში რა ხდება. ხალხი მოძრაობს, ზოგი საქმიანობს, ზოგი ვიდეოებს იღებს, ზოგი TikTok-ებს იღებს. ყველას ფეხებზე კიდი ხარ. ეხლა მე პირადად ეხლა ალბათ აქ რომ ჩავიხადო, ჩვეულებრივად ვიღაცები გამივლიან, გამოვივლიან, იმიტომ რომ არავის არ ვაინტერესებდა და წავედით ნახოთ. ეხლა ვნახოთ ზებრაზე როგორ მდგომარეობაა. საქართველოში ხანდახან გადასვლისას შეიძლება ვიღაცამ შემოგაგინოს, იმის მიუხედავად რომ მწვანეზე გადავდიხარ, აქ ვნახოთ როგორია, დაველოდოთ ეხლა ჯერ არ არის ჩვენი რიგი და შევაფასოთ პარიზის ზებრა გადასასვლელი. მეგობრებო, გადმოვედი. არც არავინ ამისიგნალა, არც არავინ შემაგინა. ვა, წავედით, რა კაია. წავედით. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით მეგობრებო დინარე ყვირილასთან. ეს არის დინარე ყვირილა. შეიძლება ხა თქვენ არ გჯერათ, მაგრამ ფრანგულად ეწოდება ხვირიჟ. ხვირიჟ ანუ ყვირილა, ძალიან ლამაზია, მინდა გითხრათ. მოკლედ ჯერჯერობით ქალაქი ლამაზია, ზებრა გადასასვლელები კარგია, დინარე ყვირილა კარგია. რადგან საფრანგეთში ვარ, სანამ ხვიჩას თამაში წავალ, ქუც ვარჩევ. მაქვს ეს ვარიანტი. ეხლა ვნახოთ კიდე სხვა ვარიანტსაც შემოგთავაზებთ. ასევე მაქვს ეს ვარიანტი, მეგობრებო. ორივე ძალიან მიხდება, რომელივეს ავარჩევ და აუცილებლად გაგაგებინებთ. მოკლედ ქუდი ვერ ავარჩიე, იმიტომ რომ მე მივხვდი რომ ქუდის გარეშე სიმპათიური ვარ, ასე რომ საფრანგეთის ქუჩებში ქუდის გარეშე გადავწყვიტე და ვენახო პარიზის მოსახლეობას. ეხლა მივდივართ ლუვრისკენ და უკვე ჩაგერთვებით ლუვრიდან. წავედით. მოვედით ლუვრის მუზეუმში, ცოტა ცივა ლუვრის მუზეუმთან, სხვათა შორის ეხლა შევიკრავ და განახებთ ამ ხელა რიგია აქ. წავედით. ალბათ ხედავთ ამ ყველაფერს. საიდან იწყება რიგები? აი. დაიძრა რიგი. მაგრამ მე პირადად მეგობრებო ასეთი შვიდი ნერვები არ მაქვს რომ ამ ხელა რიგს გაუძლო, ასე რომ გარედან დაგანახებთ ამ ყველაფერს. საინტერესო რაღაც ამოვაჩინე მეგობრებო. აი ნახეთ, აქ არის ლუვრი და მის გვერდით არის პატარა ლუვრუკა. აი ნახეთ. აი ეს არის ლუვრუკა. წავედით. აი ესეთია ლუვრის შიდა მდგომარეობა მეგობრებო. ხალხი რა თქმა უნდა არის. ბევრი ტურისტი ირევა. ჩამოვედით ლუვრის ქვემოთ, სადაც თურმე ბევრი მაღაზიები ყოფილა. თან კაი მაღაზიები ყოფილა. აქვე არის პანდორა. შეხარჩემი ბატონი, აქვე არის ადოლფო დომინგეზი არის ჩემი საყვარელი ბრენდი. ნუ თუ ვიმოსები ადოლფო დომინგეზში. კაი, წავედით იქეთ ვნახოთ რა ხდება. და მეგობრებო, აღმოვაჩინე ასევე Starbucks-ი, ალბათ ყველა მიცის, რომ
ბავშვობიდანვე ფარცხანაყანებში თუ ყავას სვავ Starbucks, ასე რომ რა ვიცი, სხვა ყავას მე პირადად არ ვაღიარებ. კაი, წავედით. და რა თქმა უნდა, თუ ჩანთებს ვყიდულობ, მეგობრებო, რა თქმა უნდა ფოსილში. ჩემი ყველა ჩანთა არის ფოსილში შეძენილი და თქვენს გირჩევთ ძალიან კარგი ხარისხია. მოკლედ, ლუვრი ასე თუ ისე დავათვალიერეთ, ბუტიკებიც მიმოვიხილეთ, შემდეგი ლოკაციიდან დაგიბრუნდებით და არხის გამოწერა არ დაგავიწათ რა თქმა უნდა. წავედით. მოკლედ, ჩემ ულამაზეს კუჭს მოშივდა მეგობრებო. და გადავწყვიტე რომ ჭამო და ჩემს კუჭს მივანიჭო სიამოვნება, ასე რომ გადაწდა რომ ჭამო KFC და დავაგემოვნოთ აქაური KFC თუ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც მიჩვეულები ვართ, მაშასე ეხა მივემართები KFC-სკენ და უკვე დაგიბრუნდებით KFC-დან. Je le mange de la France de la KFC. ახეს ფრანგული ენა. გეტყვით ახლა შევუკვეთეთ კაპუჩინო, box master trif, box master tartif, Kentucky free და Pepsi. ეს ყველაფერი გაჯდა 15 და 90 მეგობრებო. არც თუ ისე ძვირი და არც თუ ისე იაფი, მინდა გითხრათ და ეხლა მოდი დავაგემოვნოთ ყავას მერე დავლევ, მინდა გითხრათ. ჯერ გადავიდეთ გემოებზე. როგორი გემოები აქვს ფრანგულ KFC-ს ვნახოთ. box master-ი. ნახოთ. აბა შევაფასოთ. კაია. გასხოვებული გემოვთ, კაია. სულაშორს რაღაცნაირად ჩვენი KFC-სგან განსხვავებული გემო აქვს. შეიძლება მეჩვენება და პარიზის მიწაზე რო ვარ მაგიტომ მგონია ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტი სახეზეა. აბა კენტუკის ფრი დავაგემოვნოთ. მე საერთოდ კენტუკის ფრიზე ვარ გაზრდილი ფარცხანაყანებში, მაგრამ აქაური ვნახოთ ეხა როგორია. ძალიან კაია. გასწორა. ანუ ყველაზე უცნაურისაა, რომ ხო ერთი და იგივე ბრენდია KFC რაც საქართველოში, აქ არის ბრენდი იგივეა, მაგრამ გემოები არის ძალიან განსხვავებული. და რატო? ეგ ვერ ამოხსენი. არ და ხო თითქოს ერთი და იგივე გემო უნდა იყოს. უცნაურია, აბა Pepsi ვნახოთ. საკაიფო გემო. დაწერეთ მეგობრებო კომენტარებში თუ ერთი და იგივე ბრენდია, რატოა განსხვავებული გემო საქართველოში და აქ. ანუ ერთნაირი გემო ხო უნდა იყოს. სადმარხია ძაღლის თავი. მე ჭამას გავაგრძელებ და შემდეგი ლოკაციიდან დაგიბრუნდებით გეენაცვალეთ. და ეხლა მოვედით ისეთ ადგილას, რომელიც მართლაც სასწაულია მეგობრებო, ეიფელის კოშკი. მინდა გითხრათ, რომელიც უნდა ვაღიარო, რომ მართლა ძალიან კაია. და მარტო ფილმებში არ ჩანს თურმე კაი. პროსტა უცნაურ რა არის, ეხლა შეხედეთ. კაცს გადმოიტან აქ. ულამაზესი ტალახია. და შემდეგ კაცს გადაიტან იქეთ და ულამაზესი ეიფელის კოშკია. ნუ მაგრამ არა ურჩევს. წავედით ეხლა, აბა უფრო დეტალებში ვნახოთ ეიფელის კოშკი. და ნელ-ნელა დროც ახლოვდება ხვიჩას თამაშის და ცოტა ნერვიულობაც იმატებს. წავედით. სხვათა შორის მეგობრებო გუშინ ჩამოვედი და საღამო იყო, ღამე იყო უпростоრად და ვათვალიერებდით და ამ დროს სადღაც აქ რომელიღაც შიხში ქართველები ვნახეთ და იმ ქართველმა ადამიანებმა გადაიღეს ჩემთან ფოტო და მე დავფიქრდი იმაზე, რომ 10 წლის წინ 2015 წელს ფარცხანაყანებში როცა ვიყავი, რაც წარმოვიდგენდი, რომ ჯერ ეიფელის კოშკს ვნახავდი და მე რომ ვიღაც ადამიანი ეიფელის კოშკთან ჩემთან ფოტოს გადაიღებდა. აი ესაა ცხოვრება. წავედით, ვაგრძელებთ.
აქვე არის პატარ-პატარა იფელები. განახებთ. აი მეგობრებო, თუ დიდი ეიფელის ყიდვის საშუალება არ გაქვთ, აი აქ პატარ-პატარა ეიფელებიც იყიდება, მაგრამ თუ კიდვა გინდათ, აი ეს ჯობია ყველა ვარიანტში, ამიტომ უფრო ხარისხიანია. წავედით. ცოტა დათბა, როგორც ჩანს იგძნეს, რომ ხვიჩას თამაში ახლოვდება, სპეციალურად დათბა, რომ სტადიონზე ძალიან არ შეგვცივდეს. ხო და რაც შეეხება ეიფელს, რავი. ძალიან ლამაზია. ეხა ჩვენ ცოტა ჩავწდებით ეიფელს და ისეთი კადრიდან დაგებრუნდებით, რომ ერთიანობაში დაგანახებთ ეიფელს, ასე რომ გამოიწერეთ ეს არხი, ვიდეო დალაიქეთ და სხვა კადრიდან დაგებრუნდებით. წავედით. და ასევე ეხლა ვნახოთ ბარემ ეიფელთან ვართ და მდინარის სენაც ხომ უნდა ვნახოთ. ყვირილა განახეთ. რამოდენიმე წუთის წინ. ეხლა განახებ მდინარის სენას, წავედით. აქ ხალხი დარბის, ვარჯიშობს. ერთი კადრი ვანახოთ სად ვართ, ისე რეალურად აი ეიფელთან ახლოს ვართ. აი დღისითაც კი ლამაზია. წავედით. ეს უკვე არის დინარე სენა, რომელიც ანუ ერთი შენაკადი არის სენა და ეს სენა შემდეგ უერთდება მდინარე ყვირილას, ანუ ორი ნაკადი აქვს ერთი სიტყვით. ხო და რავი, ძალიან კარგია. ერთი სიტყვით ასე თუ ისე დავათვალიერეთ ჩვენ მეგობრებო პარიზი და ეხლა რა ხდება? ეხლა უკვე ახლოვდება 7 საათი და ეს იმას ნიშნავს, რომ PSG მონაკო იწყება და ჩვენ უკვე დაგიბრუნდებით მიმავალ გზაზე, როცა წავალთ პარკ დე პრენსისკენ და აქვე არ დაგვაუწყდეს, რომ ტრეკერი კროკო არის ჩვენი მეგობარი, მადლობა მათ და შევხვდებით ძალიან მალე. Vamos Quara, vamos PSG. წავედით. მოკლედ უკვე მივდივართ სტადიონისკენ, სადღაც 2 საათში უკვე იწყება PSG მონაკო და ისეთი მთელი დღეს ახლა მოვიარეთ პარიზი და მაინც ფიქრები მქონდა, რომ დღეს ხვიჩას პირველ გოლს ველოდებით და პარიზზე გამახსენდა ახლა და დარწმუნებული ვარ ხვიჩას გადმოსვლის მერე უკვე ორმაგად დაინტერესებულები იქნებით აქ პარიზში ჩამოსვლაზე არა მარტო თამაშების გამო ისედაც და ხვიჩას თამაშების ანახავად ორმაგად დაინტერესებული იქნებით და ვისაც გაინტერესებთ ეს ყველაფერი აქ ჩამოსვლა, ბილეთები, ტრანსფერი, სასტუმროები ერთი ძალიან კარგი ადამიანი მინდა გაგაცნოთ, გეცოდინებათ კიდევაც TikTok-იდან გურული პარიზში, ლაშა ტრაპაიძე, Facebook-ზე შეგიძლიათ ესე ნახოთ, ლაშა ტრაპაიძე და უკვე ძალიან კარგ და ასე ვთქვათ, მისაღებ ფასებში პარიზში ჩამოსვლა, ბილეთები, თამაშის ამბები, ამ ყველაფერი შეგიძლია მარტივად გაერთ, მე ლაშას გაგასაუბრებთ, ეხლა ლაშა უკეთ ბატონო ლაშა, რომ მოგვიყვეთ, კაი დაუშვათ პარიზში მინდა ჩამოსვლა. ბიუჯეტი ამბები, თან ხვიჩას თამაში მინდა დავესწრო, რას მირჩევთ? ბიუჯეტზე შენ არ ილაპარაკო. კი ბატონო. ფასდაკლებებზე არ ვილაპარაკო. 15 თებერვლამდე ხო თქვი ფასდაკლებები მაქვს მეთქი. იყო ფასდაკლებები? იყო ფასდაკლები აღიარებ. ხო და ზუსტად ხშირად გვაქვს ფასდაკლებები ავიაბილეთებზე, ფეხბურთის ბილეთებზე და მოკლედ რა გურული პარიზში დამიკავშირდით, მე ვარ გურული პარიზში, ყველამ გიცით, დამიკავშირდით და ავიაბილეთებიდან დაწყებული მოკლედ სახლიდან გაუსვლელად ყველაფერს მოგიგმარებთ, ჩამოხვდეთ, დახვდებით და წავანდა ფეხბურთსაც. და ბატონო ლაშა, Facebook-ზე მოგწერო თუ სად მოგწეროთ უკაცრავად? ამ ეტაპისთვის იმდენი ხალხი წამევიდა, მიჩვენია რომ უკვე იყოს Instagram-ი. არა, ბოდიში WhatsApp-ი. და ეს ნომერი სად გავიგოთ? +33 7 67 07 07 75. ესაც ჩემი ნომერი და დამირეკეთ ნებისმიერ დროს ან მომწერეთ, არა შეზღუდვები არ მაქვს. 24 7-ზე შემიძლია გიპასუხოთ ყველას.
ასე რომ მეგობრებო, ვისაც გსურთ პარიზში ჩამოსვლა, პარიზის დათვალიერება და ხვიჩას თამაშის ნახვა, ლაშას და უკავშირთ აუცილებლად. მე კმაყოფილი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც კმაყოფილი იქნებით, იმიტომ რომ მართლა ძალიან კაი ადამიანია, ყურადღებას ძალიან კარგად მოგაქცევთ და რა ვიცი. ეხლა უკვე მივდივართ სტადიონისკენ და დაგიბრუნდებით სტადიონიდან. პირველი გოლი, დღეს პირველი გოლი. ხვიჩას პირველ გოლს წურავთ. დავამთავრო. აი, ჩემგან დიდი სიყვარული თქვენ. ასე რომ შევხვდებით სტადიონიდან. მოვედით სტადიონზე, მაგრამ მანქანა ძლივს დავაყენებთ, ვაგვიანებთ და იმედია მოვასწრებს და მალე შევალთ. ნახოთ რა იქნება. აი მივდივართ. პ შესასვლელი უნდა ვიპოვოთ. პ. იმედია დროულად შევასწრებთ. წავედით. შემოვედით მეგობრებო, სასწაული გარემოა. სასწაული მოედანია. გაიტანა PSG-მ 1-0, საღოლ გენეცვალე. გათანაბრდა მეგობრებო, 1-1, დაიძაბა. დასრულდა პირველი ტაიმი მეგობრებო 1-1, მაგრამ გული მიგზავს რომ ყვარა მეორე ტაიმში გაიტანს და 2-1 ხდება, ასე რომ მოემზადეთ, გეენეცვალეთ, მოემზადეთ. ხო გითხარით მეორე ტაიმში შეაგდებთ თქო ანუ მენდეთ ამიერიდან გენაცვალეთ საოცარი ემოცია იყო მართლა საოცარი საღოლ კვარა საღოლ მაგრა გაასწორა მოიგო PSG-მ კვარას სადებიუტო გოლსაც დავესწარით იმედია მოგეწონათ ვლოგი უდიდესი მადლობა კრეკერ კროკოს რომ ეს ვლოგი და ვოიაჟი შედგა ასევე გენაცვალე ასევე უდიდესი მადლობა ლაშა ტრაპაიძეს რომ დაგვხვდა და გვიმასპინძლა და რა ვიცი დაალაიქეთ ეს ვიდეო გამოიწერეთ სახაზავის არხი და კვარას რა თქმა უნდა ვენაცვალეთ